მოგესალმებით აპოლონე სამზარეულოში. დღეს გაჩვენებთ როგორ მოვამზადოთ ქათმის კატლეტი ისე რომ არ გამოვიდეს მშრალი და იყოს წვნიანი. ძალიან მარტივი რეცეპტია, მაგრამ არის დეტალები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და გამოდის ამ შემთხვევაში ძალიან რბილი, წვნიანი და გემრიელი კატლეტი. ახლა კი დავიწყოთ მომზადება. ქათმის კატლეტისთვის გჭირდება ბარძაყისა და მკერდის შერევა. ქათმის მკერდი ჭლია. ამ შემთხვევაში კატლეტი ინარჩუნებს ფორმას, მაგრამ გამოდის მშრალი, ხოლო ბარძაყი არის უფრო მეტად ცხიმიანი, შეიცავს უფრო მეტ ცხიმს და ეს აძლევს ჩვენს კატლეტს უფრო მეტად წვნიან და რბილ ტექსტურას. იდეალური ვარიანტი ამ შემთხვევაში არის 50-50-ზე. ჩემთან არის 1 კილოგრამი ქათმის ფილე და 1 კილოგრამი ქათმის ბარძაყი. მოსამზადებლად ასევე გჭირდება ხახვი, დაახლოებით 3-4 მოზრდილი თავი, რადგანაც მე მაქვს 2 კილოგრამი ფარში, ასევე მაქვს 3-4 კვილი ნიორი ბევრი არ ჭირდება რომ თავის დომინანტურ გემოზე არ გადაიყვანოს, ასევე მაქვს ქინძი და ოხრახუში, ქინძსაც შედარებით ნაკლებს დავუმატებ, იმიტომ რომ ასევე დომინანტური გემოსია, ხოლო ოხრახუში არის უფრო მეტად ნეიტრალური გემოს და ქინძმა რომ თავის გემოზე არ დაიყვანოს, მე აქ მაქვს აგრეთვე მწვანე და წითელი წიწაკი. როგორც უკვე იცით, პური აძლევს კატლეტს წვნიანს და რბილ ტექსტურას, ამიტომ დაახლოებით 200-250 გრამის სრულიად საკმარისია. 2 კილოგრამ ფარს, რაც უფრო მეტად გაზრდეთ თქვენი პურის რაოდენობას, მით უფრო ნაკლები ხორცი იქნება ჩიგით, მაგრამ ეს არის თქვენს დამოკიდებული და ასევე მე მაქვს აქ რძე, რომელიც არის დაახლოებით 200 მილილიტრი. ჭირდება შავი პილპილი, კვერცხი, მარილი და ასევე ჭირდება ბოლოს კარაქი. პურს დავასხათ რძე და დავალბოთ. დავაყენოთ რამოდენიმე წუთი, რომ პური კარგად დალბეს. მანამდე მე გავატარებ ქათმის კერს და ქათმის ბარძახს მწვანელებთან და ნიორთან ერთად. აქვე დავუმატებ ახლა მე მწვანილს, წიწაკას და ნიორს. ხახვი ამ ჯერზე არ გჭირდება, ხახვი უნდა მოვთუშოთ შემდეგ. სულ ბოლოს დავუმატოთ პური, რომელიც არის ტამბალი, ძალიან სველი არ უნდა იყოს, თორემ გაათხევს ფარშს. ამიტომაც თავიდანვე დავუკვირდით, რომ ბევრი სითხე არ დაასხათ. ჩვენ ახლა გამოვატარებთ, თან გამოიტანს ყველაფერს იმას, რაც დარჩა შეგეთ განსაკუთრებით მწვანე არის. კარგად გავწუროთ ასევე. ხავს მე ამ შემთხვევაში ახლა ქათმის კატლეტის შემთხვევაში არ უმატებ ომს, არამედ დავჭრი წვრილად და მოვთუშავ შემდეგ დაფაზე. ასე კატლეტში აღარ იგრძნობა მწაფრად და აქვს უფრო მეტად ნაზი გემო და ტექსტურა. ასევე ცოტა კარამელიზირებულ გემოსაც აძლევს. ხახვი მოვთუშე დავალ ტემპერატურაზე, მიიღო ძალიან ლამაზი მოყავისფრო კარამელიზირებული ფერი. ეხლა დავუმატებ კვერცხს, დავუმატებ შავ პილპილს, ასევე მარილს და ბოლოს უკვე დავუმატოთ კარაქი. კვერცხს შევხედავ, როგორ იქნება, ჯერჯერობით უმატებ 1 ცალს. ფარში უკვე თითქმის მზად არის. ეხლა კიდევ უფრო წვნიანი ტექსტურა გქონდა, შეგიძლიათ აქ დავუმატოთ არაჟანი. დაახლოებით 1-2 სუფრის კოზი ან კარაქი, უმჯობესია კარაქი. მე დავუმატებ დაახლოებით 100-120 გრამ კარაქს, მაგრამ კარაქს არ ვადნო, არამედ ეხლა შეგვიძლია კარაქი ჩვენ დავჭრათ კუბებად, ესე კუბიკებად და ისე დავუმატოთ, ან ჩემ შემთხვევაში მე ხა გავიატუნებ უბრალოდ ცხოვრებას და ესე ჩავახეხავ შიგნით. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, რატომ არ ვადნობთ, იმიტომ რომ გამბნარი კარაქი თავიდანვე ერევა ფარში და ის შემდეგ ისეთი წვნიანი აღარ გამოდის, როგორც ახლა ცივი კარაქი, რომელიც ესევე დარჩება
შემდეგ მომზადების და შეწვის პროცესში დაიწყებს დნობას, დარჩება უფრო მეტად მტენიანი. წვენს გამოუშვებს მოკლედ. როგორც უკვე აღნიშნეთ, თუ არ გაქვთ კარაქი, მომზადეთ არაშნით, მაგრამ ცხიმი ამ შემთხვევაში ნამდვილად იდეალურს ხდის. მოდით აქვე ბულგარული წიწაკაც დავუმატოთ ცოტა, რატომაც ამას პაპრიკას ეძახიან ხოლმე, კი პაპრიკა, ნამდვილად ოღონდაც არა ქართულად, ისე არის ბულგარული წიწაკა. ინგრედიენტები კარგად შევურევთ ერთმანეთს. გასინჯეთ თუ აკლია მარილი, აკლია შავი პიპილი. თუ რამის დამატება გინდათ, მაგალითად, ჩვენს მეუღლეს ძალიან უყვარს ქინძი, მშრალი ქინძი, მაგრამ დღეს მე არ ვუმატებ უბრალოდ. საფრთხე მოსაძლევს ძალიან. კიდევ მეორე ვარიანტი არსებობს, რომ კატლეტს როდესაც გავუკეთებთ ფორმირებას, ანუ ფორმას რომ მიცემთ, შეგნით ჩადოთ პატარა ნაჭერი, დაჭრილი კარაქი, მაგრამ მე მგონი რომ ეს უფრო დიდ დროს წაიღებს და უფრო შრომატევადია და ესე ჯობია. კარაქი უნდა დარჩეს აუცილებლად. აქ-აი გადიდეთ ამას ახლა ალბათ ხშირად გამემეორე უკვე, მაგრამ დამიჯერეს ძალიან გემრიელი გამოდის. ფარში უკვე მზად არის. ახლა მოვათავთოთ მაცივარში. დაახლოებით 9 საათიდან 1 საათამდე, რომ კარაქი კიდევ უფრო გამაგრდეს, ფარში გახდეს უფრო მყარი. შეგიძლიათ ასევე რომ წინა ღამით მომზადოთ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ არომატები უკეთ გაუჩნდება და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ შევძოთ. ახლა ეს წაბრძანდება ცოტა ხნით მაცივარში. ფარში კარგად გაცივდა და მინდა განახოთ, როგორ ჩანს აქ კარაქი. არ არის გამნარი, არამედ არის დატოვებული. ახლა ავიღოთ სასურველი ზომის. არ არის სასურველი, რომ ძალიან თხელი მომზადოთ. შეგიძლიათ მისცეთ როგორც ოვალური ფორმა, ისე მრგვალი ფორმა. მაგრამ რატომღაც მე ხა ქათმის კატლეტები მომწონს მრგვალი ფორმით. რაც თავარია, წყალში დაისვენოთ ხოლმე ხელები ამ შემთხვევაში. პარალელურად დავიწყებ შეწვას, დიდხანს ტაფაზე არ ვწავთ, არამედ დაახლოებით 2 წუთი, 3 წუთი ერთ მხარეზე მხოლოდ ჩოლმდუკ 2-3 წუთი მეორე მხარეზე, რადგანაც ამ ყველაფერს შემდეგ ჩვენს კატლეტებს გადავიტანთ ღუმელში და დავასრულებთ იქ ცხობას. როდესაც შევწვათ ერთ მხარეს, არ უნდა დავაფაროთ თავზე, როდესაც შეიწვება და ქერქს გაიკეთებს, გადავატრიალებთ და შემდეგ დავაფარებთ თავზე. მოკლედ დიდხანს არ ვწავთ, არამედ ვასრულებთ შემდეგ ღუმელში. კატლეტი შეიწვა თითქმის ორივე მხარე 3-3 წუთი. ეხლა ამოვალაგებ სხვა ჭურჭელს და შემდეგ უკვე გადავიტან ღუმელში, რომ დაასრულოს იქ უკვე ცხობა. შეწვა. დაგძელებთ შეწვას, ხელები ოდნავ დავისველოთ, ძალიან თხელი კატლეტები არ კიდათ, არ არის ხოლმე გემრიელი. ესე
კატლეტები შეწოჯერ არ დამთავრებია, უბრალოდ მეორე მხარეს აქეთ გასკრას და გადავინაცვლო და იქ გავაგდელებ მეტად უფრო კომფორტული, ამიტომ ამას აქ საშინელი ხმა. ის რაც გვაქვს ახლა აქ. ესეც საკმარისია ვიდეოსთვის. ჩვენი კატლეტების შეწყობა დავასრულოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში. და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც უკვე იქნება მზად. კატლეტები მზად არის უკვე საოცრად წვნიანია. ძალიან გემრიელი, ნამდვილად უნდა მოსინჯოთ ეს რეცეპტი, აუცილებლად იმდენად კარგი რეცეპტია. რა უხდება კატლეტს ყველაზე მეტად? მართალი ხართ. კარტოფილის პიურე. გავსენჯოთ ახლა და ვნახოთ როგორია. რა თქმა უნდა, გემო უკვე ვიცი. ხალხთან ერთად ეს გიყვართ. ხალხო ზოგადად ყველაფერში და ყველაფერზე მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაცივდა სანამ აქ ცოტა პრეზენტაცია გადავიღე. აი ძალიან წვნიანი კატლეტია. მინდა გითხრათ, რომ აი ეს შედეგი კარაქი, თვითონ ხორცის კომბინაცია 50-50 და შეწვა ტაფაზე და შემდეგ უკვე დასრულება ღუმელში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს, ეს პატარა დეტალებია, მაგრამ გეტყვით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია და კატლეტი გამოდის საოცრება. ბამბასავით არის, ესეთი გემრიელია. როგორც უკვე ხედავთ, ყარიც არის კარგად შეეკრა. და თუ მოგეწონა ვიდეო, მინდა გითხოვო, რომ დალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი, დაგვიტოვო კომენტარი, როგორ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო რეცეპტი. მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.